არავინ იცის, ვის უფრო გაუმართლა. ჩვენ, ქართველებს, ზღვა რომ გვაქვს თუ შავ ზღვას, საქართველო რომ ერგო ნაპირად. არაერთი ისტორიული წყარო ადასტურებს, რომ აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში მცხოვრები ჩვენი წინაპრები უხსოვარი დროიდან სახელგანთქმული ზღვაოსნები იყვნენ. ისინი აგებდნენ გემებს, ეწეოდნენ ნაოსნობა თევზჭერას და სწორედ ზღვის მეშვეობით ამყარებდნენ კონტაქტებს სხვა ხალხებთან. ისტორიული ქარტეხილებით გამოწვეული ბედუკ უღმართობის გამო ქართველი კაცი იძულებული იყო საუკუნეების მანძილზე ზღვისკენ ზურგით მდგარიყო. ამის მიუხედავად, ზღვაოსნული სული ჩვენში არასოდეს გამქრალა და საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნისა და ქართველი კაცის მზერა დღესაც კვლავ ზღვისკენაა მიმართული. ახლო წარსულის სახელოვანი საზღვაოსნო ტრადიციების კვალზე დღეს მეზღვაურთა ახალი თაობები იზრდებიან. საქართველოში დღითიდღე იზრდება საზღვაო პროფესიათა პოპულარობა და მათი დაუფლების მსურველთა რიცხვი. ხოლო თანამედროვე საერთაშორისო ნაოსნობაში ათასობით ქართველი მეზღვაურია ჩართული, რომელთა ურთულესი და ფათერაკიანი პროფესიული საქმიანობის შესახებ ჩვენში სამწუხაროდ ბევრი არაფერი იციან. ჩვენი ამ ფილმის მიზანიც სწორედ ეს გახლავთ. წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ ამ მრავალთაგან ერთ-ერთი. ჩვენი დროის შორეული ნაოსნობის ქართველი კაპიტანი. პანამის არხის გავლით წყნარ ოკეანეში გასულ ტანკერ პატაგონიან მისტიკს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ნავსადგურისაკენ ეჭირა კურსი. გემის კაპიტანს ჩვენ სწორედ მაშინ დაუკავშირდით. ვაუწყეთ, რომ მაყურებლისთვის საინტერესო იქნებოდა გაეცნო ახალგაზრდა ქართველი შორეული ნაოსნობის კაპიტანი ლევან იმნაიშვილი და იმთავითვე მის შესახებ დოკუმენტური ფილმ პორტრეტის შექმნის თაობაზე ჩვენი ჩანაფიქრი გაუზიარეთ. თანხმობაც მივიღეთ. კაპიტანი ლევანი გერმანული სანაოსნო კომპანია ბერნარდ შულტეშიპ მენეჯმენტის ტანკერ პატაგონიან მისტიკზე თავის მორიგ კონტრაქტს ასრულებდა და დღე-დღეზე მრავალთვიანი შორეული ნაოსნობიდან სამშობლოში. უფრო ზუსტად მის მშობლიურ ბათუმში დაბრუნებას გეგმავდა. მასთან ჩვენი პირველი შეხვედრაც სწორედ ბათუმში. ამ ქალაქისათვის ჩვეულ წვიმიან ამინჩი შედგა. აი ამ ულამაზეს ქალაქში გაიარა ჩემმა ბავშვობამ, ჩემმა სიღმაწვილებამ. შეუძლებელია, როცა ადამიანი გამოდიხარ აქ, როცა ატარებ თელ შენ ახალგაზრდობას, თეშონ ყვაწვილგაცობას აი ამ ულამაზეს ქალაქში და უყურებდი აი ამ ადგილს და არ გაგიჩნდეს ადამიანს სურვილი რომ იყო მეზღვაური. ამ ტერიტორიაზე და ყოლოდ რუსთაველის ქუჩაზე, სადაც ცხოვრობდი ახლოს, საზღვაო აღლუმები იყო მაშინ ტარდებოდა და როცა უყურებდი აი ფორმას, როცა ეცვათ მაშინდელ კურსანტებს, ეგრე რომ ვთქვათ, სულ მქონდა აი მისი ის რომ აი ეს ფორმა მომერგო და ეს ფორმა რაღაცნაირად ჩამეცვა. მე ამ ადგილს მინდა უწოდო აი ისტორიული ადგილი, იმიტომ რომ იჯდა ისეთი პლიადა კაპიტნების, აი რომელზეც მოსმენა ყველაფრად ღირდა. რაღაც ცხოვრებისეულს ყვებოდნენ, რაღაც აი რა გადახდათ და ბუნებრივია ამ ქალაქში გაზრდილ მრავალი ჩემი თანატოლის მსგავსად მქონოდა სურვილი რომ გამختارიყავი შორეული ნაოსნობის მეზღვაური და ნუ რა თქმა უნდა შემდეგ კაპიტანი. თუმცა მომავალი კაპიტნის პროფესიული არჩევანი ზღვისპირა ქალაქელობასთან ერთად კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა ვითარებამ განაპირობა. 1982 წლის 19 იანვარს ლევანი მეზღვაურის ოჯახში დაიბადა. ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის კურსდამთავრებული ლევანის მამა შოთა იმნაიშვილი მრავალი წლის მანძილზე ჯერ ნოვოროსიისკის, შემდეგ კი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე ცურავდა და საკმაოდ გამოცდილი ზღვაოსანი,
გემთი ინჟინერი იყო. სევდიან ისტორიას შორეულ ნაოსნობაში. გემზე მისი გარდაცვალების შესახებ მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდებით. მანამდე კი ძალიან არ უნდოდა, შოთა იყო ძალიან წინააღმდეგი. იმდენ დიპლომატიურს უნდოდა ლევანის რომ ჩაებარებინა, კიდდა ბათუმში ყველაფერს და გადმოდიოდა თბილისში, მაგრამ ლევანმა თქვა: მე გავხდები კაპიტანი, თორე საერთოდ არ ვაბარებ არსად. ჩვენ არ გვინდოდა რომ ის საზღვაო აკადემიაში ჩაებარებინა მას და მით უმეტეს მამა სანამ ცოცხალი იყო, სულ ეუბნებოდა რომ საზღვაოში შენ ვერასდროს ვერ ჩააბარებ, იმიტომ ეს ძალიან რთული პროფესია. პირველ კლასში რომ დააწერინა მასწავლებელმა სკოლაში, ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობდით, დაწერა უნდა გამოვიდე კაპიტანიო და იმის მერე მისი ამხანაგები დღემდე ეუბნებიან, რომ აზრი არ შეუცვლია. სკოლის პერიოდიდან მიძან დასახული იყო, მან იცოდა რა უნდა გაეკეთებია. სულ ჩართული იყო წიგნებში, მეცადინეობდა. ზოგადად ჩანდა რომ ლევანი არაფერს არ აშავებდა არასდროს, მაგრამ იყო ძალიან ჩუმი და მაინც ასწრებდა ყველაფერს. ჩვენ ახლა თითქმის ყოველდღე ერთად ვატარებთ, ანუ თითქმის დღე არ გადიოდა რომ ერთად არ ყოფილიყავით. უბრალოდ ლევანი თუ სახში შევიდოდა, რაღაც ჩვენ სადაც გავცალკევდებოდით, შემდეგ რომ მივაკითხავდით ლევანს და დაუზახებდით, ლევანი გვეწოდა რომ თქვა 1 საათში გამოვალ. გავიდოდა 1 საათი, 2 საათი, ლევანი რო აღარ ჩანდა, ის მისახვედრი იყო, ლევანი სწავლობდა. წიგნი, სწავლა. დადგა ეს დროც, რომ დაამთავრა საშუალო სკოლა, სხვათა შორის ძალიან კარგად სწავლობდა და ერთ დღეს თქვა, რომ მე უნდა ჩავაბარო საზღვაო აკადემიაში. მაშასე ლევანმა მშობლების ნების საწინააღმდეგოდ სწავლა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემთწამყვანობის ფაკულტეტზე განაგრძო. ჩავირიცხე, გავხდი პირველი კურსის კურსანტი. ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი, მახსოვს იმიტომ რომ აი მიუჩვეველი იყო მაგალითად ახალგაზრდა ბიჭისთვის, აგი რა იყო სიტყვა მაგალითად განწესი, რა იყო გამისთევა. ლევან რო აკადემიაში ჩააბარა, აი დედას ვერ აჩერებდა ვერამინ. აკადემიის ჭიშკარ შესასვლელში იჯდა და ტიროდა. დავკარგე შვილი ეს რა დამემართავ. და რა გზა იყო? ჩააბარა საზღვაო აკადემიაში, პირველ წელიწადსვე მოეწყო. სწავლობდა ძალიან კარგად, თავისი მიზანი ჰქონდა დასახული, რომ ის უნდა გამხდარიყო, გარკვეული რა თქმა უნდა დროის განმავლობაში ის უნდა გამოსულიყო კაპიტანი და მთელი ენერგიით, მთელი შრომით, მთელი თავისი მონდომებით მიაღწია ამასაც. ეს ამბავი მოგვიანებით აუცილებლად მოხდება. მანამდე კი სახელოვანი ტრადიციების მქონე ამ სასწავლებლის კედლებში თავდაპირველად ლევანის მეზღვაურად ფორმირება უნდა დაწყებულიყო. აქვე უნდა დაუფლებოდა იგი თეორიულ ცოდნას საზღვაო ნავიგაციაში, ასტრონომიასა და სხვა სპეციალურ საქმეებში. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ცნობილი ქართველი კაპიტნის ანატოლი კაჭარავას სახელობის აუდიტორიაში. ახალ ჯგუფთან, როდესაც შევდივარ, ყოველთვის ვეკითხები. თქვენ ეს სპეციალობა აირჩიეთ, იმიტომ რომ ეს თქვენში დევს, თუ ეს აირჩიეთ, იმიტომ რომ თქვენ ყავთ ოჯახში მეზღვაური და ეს გადადის პროფესია ტრადიციულად. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი იყო ლევანის ჯგუფით, რომელშიც შევედი და შევეკითხე ეს. ლევანმა აწია ხელი და თქვა, რომ ეს იყო მისი მოწოდებითი. მან თქვა, რომ საბავშვო ბაღიდან მოყოლებული ჯერ ვხატავდი, შემდეგ სკოლაში სწავლის პერიოდში მე უკვე წერდი თემებს ამასთან დაკავშირებით, თუ როგორი კაპიტანი გავხდებოდი. ამასთანავე მან მითხრა შეკითხვის გარეშე, მიპასუხა, რომ მე გავხდები თქვენი კოლეგა, მე გავხდები ჯგუფიდან პირველი კაპიტანი, მე მაშინვე მივხვდი, რომ საქმე მქონდა ახალგაზრდა ყმაწვილთან, რომელიც აუცილებლად მიაღწევდა თავის მიზანს, იმიტომ რომ ეს იყო მასში და ეს იყო მისი. გავადრო და ეს სიტყვები პედაგოგის ეს ერთგვარი წინასწარმეტყველება მართლა ახდება. ლევანი წარმატებით დაასრულებს საზღვაო აკადემიას. უმოკლეს დროში გაივლის კაპიტნის ხიდურისაკენ მიმავალ რთულ გზას და მიაღწევს მიზანს. უფრო მეტიც, წლების შემდეგ იგი კვლავ დაუბრუნდება ამ კედლებს. ამჯერად უკვე როგორც აღმზრდელი და პედაგოგი. თუმცა მანამდე მივიღეთ თეორიული ცოდნა, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დარგის ეთია და სპეციფიკა, ამას ყველაფერს კიდევ შემდეგ ჩამოყალიბება ხმელეთიდან ზღვაში გადატანება. მაშასე საზღვაო აკადემიაში სწავლების მესამე წელს ლევანი პირველად მიდის ზღვაში.
ეს იყო საზღვაო სასწავლო პრაქტიკა, რომელიც მას ყოფილ ქართულ გემ თბილისზე, იმჟამად უკვე ტანკერ კინგეიზე უნდა გაეღო. იქ მივიღე ისეთი ცოდნა, რომელიც მივაბი თეორიული ცოდნას, რომელიც მე წაგებული მქონდა აქედან და იქედან აი მართლაც იმ გემიდან უკვე დაიწყო ჩემი აი მეზღვაურად ჩამოყალიბება, რასაც ქვია. აი ჩემი ოფიცრად ჩამოყალიბება. საზღვაო ფლოტის ოფიცრობამდე ჯერ შორს იყო. 9 თვიანი პრაქტიკის შემდეგ ლევანი კვლავ აკადემიას დაუბრუნდა და 2004 წელს ინჟინერ-გემთსამყვანის დიპლომს დაეუფლა. აქ მთავრდებოდა რომანტიკა და იწყებოდა ზღვაში წასული ახალგაზრდა ქართველი კაცის რთული და ფათერაკიანი, ნაღდი მეზღვაურული ცხოვრება, რომელიც შორეულ ნაოსნობაში ხანგრძლივად და თვეობით გრძელდება. მალე კვლავ იმავე გემზე მოხვდა, რომელზეც სასწავლო პრაქტიკა გაიარა და საზღვაო ნათლობა მიიღო. ეს იყო ყოფილი ქართული ტანკერი თბილისი. იმჟამად უკვე ფლობელშეცვლილი და სახელგადარქმეული ბისმარკ ვინდი. ლევანმა საქმიანობა ყველაზე დაბალი საფეხურიდან, მატროსობიდან დაიწყო და ამ გემით შორეულ ნაოსნობაში მაშინ 7 თვე გაატარა. ჩვენი ფილმის გმირი 2005 წლის მიწურულს უკვე ჯუნიორ ოფიცრად კიდევ ერთ ყოფილ ქართულ გემ უზნაძეზე. იმ ხანად უკვე არალ ვინდზე მოხვდა და სულ მალე ამავე გემზე კაპიტნის მესამე თანაშემწე გახდა. გაუმართლა მაშინ ახალბედა შტურმანს. გემს არაჩვეულებრივი პიროვნება და სახელოვანი კაპიტანი ანატოლი ჭარბაძე მეთაურობდა, რომლისგანაც ლევანმა ბევრი რამ ისწავლა. ნაღდი მეზღვაურობის ანაბანას და კაპიტნობისათვის საჭირო უნარჩვევებს დაეუფლა, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და რაც მთავარია, საშტურმანო პროფესიის სრულყოფასთან ერთად მის კაცურ სკოლასაც ეზიარა. არალვინზე არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩინებული კაპიტანი მართლაც და აი ჩემთვის ძალიან ისეთი გასახსნებელი პიროვნება ბატონი ანატოლი ჭარბაძე, რომელმაც აი ძალიან დიდი შრომა ჩადო, აი ძალიან დიდი სწავლა ჩადო. არა მარტო ნავიგაცია, რაღაც ცხოვრების წესი და ნუ რა თქმა უნდა თვითონ ნავიგაცია დაიწყო აქედან უკვე ჩემი შტურმანად აი ოფიცრად ჩამოყალიბება. ლევანმა სწორედ მაშინ გემზე ყოფნისას შეიტყო მასავით შორეულ ნაოსნობაში მყოფი მამის გარდაცვალების სამწუხარო ამბავი. მამის, რომელთანაც განსაკუთრებული მამაშვილობა, პატივისცემა და სიახლოვე ჰქონდა. უყვარდა და ამაყობდა მისით. ამბავი შემატყობინა თვითონ გემზე, აწუხე გარდაცვალა შორეული ნაოსნობის კაპიტანმა ანატოლი ჭარბაძემ. მან დამიძახა კაიუტაში. დამიძახა და როდესაც შევედი, შევამჩნია ასეთი სიტუაცია და ვინახე რომ აი მაგიდაზე კაიუტაში დევს ორი ჭიქა, შვაში კონიაკი და მეუბნება რომ დაბძანდიო თუ შეიძლება და აქედან უკვე დამისხა და სიტყვას მეუბნება ასეც რომ იცი რა ჩვენ ყველა სიკვდილი შვილები ვართ მე სხვათა შორის უკვე ეს გავიაზრე და გავაანალიზე ანუ რის თქმა უნდა უკვე შემატყობინეს რომ ჩემი მეუღლე ძალიან ცუდად იყო და მე უნდა ჩავფრენილიყავი იქ სადაც გემი იყო გაჩერებული. წავედი შორეულ ყაზახეთში, იმიტომ რომ მე გვერდში იმ წუთებში არავინ არ მედგა, მარტო ვიყავი. ლევანიც აქეთ არ იყო და წავედი. ცოცხალს ჩაუსწარი, მაგრამ რამდენიმე წუთში უკვე ყველაფერი დამთავრდა. ჩემი მეუღლე ყაზახეთში გარდაიცვალა და მე უბრალოდ მენატრება ჩემი მამა ძალიან მიყვარდა, ძალიან განვიცდი. ჩვენ ძირითადად ვართ გემზე გასრდილი. ცურავდა მამა ჩემი კოლხიდაზე, სოხუმზე, სადაც შემოვიდოდა ანუ გემი და შესაძლებელი იყო გემზე ასვლა და ნახვა მამის, არსად არ მიდიოდა დედა უჩვენოდ, ყოველთვის დავყავდით. და როცა ჩვენ ავდიოდით გემზე, ლევანს განსხვავებული ინტერესი ჰქონდა ყოველთვის. ის არ შორდებოდა მამას. იყო შოთა ვახტაზე, ლევანიც იყო ვახტაზე. ჩვენი ბავშვობა ეს ლამაზი და ლაღი ბავშვობა ძალიან ცუდი რამით შეიცვალა. დავჭით მე დედა და ლევანი არაფრის გარეშე და ლევანმა საერთოდ თავის თავზე, საკუთარ თავზე აიღო აბსოლუტურად ყველაფერი. დგებოდა მომენტი, როდესაც ოჯახი ლევანის საზრუნავი ხდებოდა და მისი მართვის სადავეები ახლა სწორედ მას უნდა აეღო ხელში.
ეს კი ისე უნდა გაეკეთებინა, რომ პროფესიულ საქმიანობასა და წინსვლაში ხელი არ შეშლოდა და ლევანმა ეს შეძლო. უკვე 2006-2007 წლებში სანაოსნო კომპანია ისტვინდისათვის გადაცემულ კიდევ ერთ ყოფილ ქართულ გემ ნოდარ დუმბაძეზე, იმჟამად კარიბიან ვინძზე მესამე და მეორე თანაშემწის პოზიციებზე მან უმოკლეს დროში გაიარა საშტურმანო იერარქიის მორიგის საფეხური, ხოლო 2008 წელს გააფორმა კონტრაქტი და კაპიტნის მეორე თანაშემწედ საქმიანობა მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სანაოსნო კომპანიის ბერნარდ შულტე შიპ მენეჯმენტის გემებზე განაგრძო. ლევანმა, რომელსაც თეორიულ ცოდნასთან ერთად იმ დროისათვის უკვე საკმარისი საზღვაო სანავიგაციო გამოცდილებაც გააჩნდა, კომპანიის ტანკერებზე კუდს, ჰორიზონ 10-ის და ME Antarctic-ზე საუკეთესო პროფესიული და პიროვნული თვისებები წარმოაჩინა. კაპიტნის მეორე თანაშემწედ ამ გემების ეკიპაჟების წევრებს შორის მალევე მოიპოვა ავტორიტეტი და რაც ზღვაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, სანდო და ღირსეული კაცის სახელიც დაიმკვიდრა. წარმატებული პროფესიული წინსვლის გზაზე მდგარ ჩვენი ფილმის გმირს მალე კომპანიის მენეჯმენტმაც გამოუცხადა ნდობა და 2010 წელს ტანკერ ქიმზით გალისასზე კაპიტნის უფროს თანაშემწედ დაამტკიცეს. მომდევნო რამოდენიმე წლის მანძილზე ცურავდა იგი კომპანიის ტანკერებზე ME Antarctic, მარილენა და სებრევინგი. ასრულებდა კაპიტნის უფროსი თანაშემწის მოვალეობებს და კიდევ უფრო სიღრმისეულად ეუფლებოდა საზღვაო საქმეს. ლევანი უკვე ფლობდა ინჟინერ-გემწამყვანის დიპლომს. ამასთანავე ხელთ ჰქონდა რამოდენიმე ავტორიტეტიანი კაპიტნის დახასიათება რეკომენდაცია და შეიძლება ითქვას, რომ კაპიტნობამდე 5 წუთი რჩებოდა. ახლა მხოლოდ დაცდა იყო საჭირო. თუ როდის გამოუცხადებდნენ ნდობას. მანამდე კი ზღვიდან ნაპირზე დაბრუნებული დასვენებაზე არც კი ფიქრობდა. დასვენების ნაცვლად ერთხელ პროფესიული საქმიანობა მომეწია ბათუმის საზღვაო საცვლელ ცენტრ ეკვატორში. იმის გამო რომ მე მქონდა გამოცდილება ტანკერ ქიმზიტებზე მუშაობის, კერძოდ ამ სასწავლებელში ტანკერ ქიმზიტზე მუშაობის გაფართოებულ წნებს უძღვებოდი. თავში აკი გითხარით, პედაგოგის ერთგვარი წინასწარმეტყველება ახდება თქო. ხო და მალე ჩვენი ფილმის გმირი კიდევ უფრო აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობაში ჩაება და 2011 წლიდან ლექციებს საგანში გემის მართვა და მანევრირება ახლა უკვე სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში უძღვებოდა. როდესაც ლევანი დავინახე აკადემიის ტერიტორიაზე, თუმცა ჩვენ მანამდეც ჰქონდა დარეკვა, შეხვედრა და ასე შემდეგ კომუნიკაცია ჰქონდა და მოვიდა და მეუბნება ლუიზა მას. მე როგორც შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროს თანაშემწეს მომცეს უფლება, რომ წავიკითხო ლექციები. რითაც მე ძალიან ვამაყობ, რომ ის ჩემი სტუდენტი იყო და ეს ნამდვილად ყოველთვის ძალიან დიდ სითბოს და კარგ გზნობებს იწვევს ჩემში. მე მაშინ თქვი, რომ ეს ბიჭი მიაღწევს ყველაფერს ცხოვრებაში. მიღწევები კი უკვე სახეზე. 2011 წლიდან ლევანი მნაიშვილი ჩვენი ზღვისპირა ქვეყნის სრულყოფილ საზღვაო სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისა და მსოფლიოს დიდ საზღვაო ოჯახში მისი ინტეგრაციის პროცესში ჩაერთო და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროკავშირის მიერ ჩვენი ქვეყნის 2010 წელს დაკარგული აღიარების დაბრუნების პროცესში მიიღო მონაწილეობა. საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაზე ზედამხედველობა და ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარება და დაცვა. ეს ის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემების ნაწილი გახლავთ, რომელთა მოგვარების პროცესში ჩვენი ფილმის გმირის მონაწილეობდა და ხშირად პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებაც უხდებოდა. მე მქონდა ბედნიერება ლევანთან ერთად მემუშავა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში 2011 წლიდან მოყოლებული. ის იყო მეზღვაურთა დეპარტამენტის უფროსი. მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში საზღვაო განათლების წვრთნის და სერტიფიცირების მხრივ. ლევანი აქტიურად მონაწილეობდა აღიარების პროექტში, როდესაც სამწუხაროდ საქართველოს 2010 წელს დაკარგა ევროკავშირის აღიარება და მის დაბრუნებას დაჭირდა რამოდენიმე წელი.
და ამ ხრივ ლევანის როლი და დამსახურება საკმაოდ დიდია როგორც სამსახურის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წინაშე, ასევე მთლიანად საზღვაო დარგის და ქვეყნის წინაშე, რისთვისაც მე სარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი მას. Леван Имнаишвили работал в морской администрации. Его период работы пришелся на довольно-таки сложный период. ლევან იმნაიშვილის საქმიანობა საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციაში განსაკუთრებულ რთულ პერიოდს ევროკავშირის მიერ 2010 წელს გაუქმებული და დაკარგული აღიარების დაბრუნების პროცესს დაემთხვა. ადმინისტრაციის გუნდთან და ხელმძღვანელობასთან ერთად მან თავისი წვლილი შეიტანა საერთაშორისო საკლასიფიკაციო ორგანიზაციების მიერ ჩვენი ქვეყნის კვლავ აღიარებისა და ცნობის საქმეში, რამაც დიდი რაოდენობით ქართველ მეზღვაურს დასაქმებისაკენ გზა გაუხსნა და სამუშაო ადგილების მოძიების შესაძლებლობა მისცა. მიზანდასახულობით პროფესიისადმი ერთგულებითა და შრომის მოყვარეობით გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი საზღვაო ოფიცრის საქმიანობა თავის მხრივ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მკაცრი მოთხოვნების მქონე კომპანიას და მის მმართველებს, რომლებმაც იმთავითვე დაინახეს მასში ლიდერის, საკმარისი გამოცდილებისა და მეთაურობისათვის აუცილებელი თვისებების მქონე პროფესიონალი, რომელიც უკვე სრულ მზადყოფნაში იყო, გამხდარიყო ნომერი პირველი ხიდურაზე. ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, საკრუინგო კომპანია Walmart Georgia's ოფისში. Ჩვენ თანამშრომლობთ ბერნარდ შულტეშიპ მენეჯმენტთან, რომელიც ფლობს დიდი რაოდენობით როგორც საკუთარ, ასევე მისი შიპ მენეჯმენტის ქვეშ მცურავ გემებს. სააგენტო უკვე მრავალი წელია მუშაობს ეგრეთ წოდებულ საკრუინგო ბაზარზე და ახორციელებს ქართველი მეზღვაურების დასაქმებას, რომლებიც ჩვენი სააგენტოდან იწყებდნენ საქმიანობას თავდაპირველად კადეტებად, შემდეგ უფროსი ოფიცრები, საბოლოოდ კი კაპიტნები ხდებოდნენ. старшими офицерами и капитанами. ლევან იმნაიშვილი 2008 წელს გავიცანით, რომელიც იმ დროისათვის უკვე გახლდათ შემდგარი ოფიცერი, კაპიტნის მეორე თანაშემწე. კადრებთან მუშაობის ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, მასში იმთავითვე შევამჩნიეთ დიდი პოტენციალი. დარწმუნებული ვიყავით, რომ იგი გაივლიდა ყველა საფეხურს და სწრაფად გაიწევდა წინ. ასეც მოხდა. მან წარმატებით გაიარა ყველა საჭირო და აუცილებელი გასაუბრება ტესტირებები, დამტკიცებული იქნა და დაიწყო საქმიანობა ჩვენი პარტნიორის კომპანიაში. გაიარა საქმიანობის 3 ეტაპი და გახდა კაპიტანი. გერმანული სანაოსნო კომპანია ბერნარდ შულტეშიპ მენეჯმენტის ერთ-ერთი საუკეთესო ხომალდი. იაპონიაში აგებული 50,000 ტონა დედვეითის მქონე ტანკერი სებრევინგი იყო ის პირველი გემი, რომლის მეთაურობაც 2012 წლის მიწურულს ჩაიბარა კაპიტანმა ლევანმა. ამიერიდან ახალგაზრდა ქართველ შორეული ნაოსნობის კაპიტანს დამოუკიდებლად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ უნდა ემართა გემი და წარმატებული საქმიანობით გაემართლებინა კომპანიისაგან მის მიმართ გამოჩენილი ნდობა. წარმატებულ კარიერულ სვლასთან ერთად, ვიდრე კაპიტანი გახდებოდა 2 წლით ადრე, ჩვენი ფილმის გმირის პირად ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა. მორიგი ნაოსნობიდან, ზღვიდან ნაპირზე დაბრუნებულმა ლევანმა 2010 წლის 12 სექტემბერს იქორწინა და საკუთარ რჩეულთან და გულისწორთან, პროფესიით ექიმ ნათია ნუზაძესთან ერთად ოჯახი შექმნა. ჯვრის წერის ცერემონია ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში შედგა. თანაცხოვრების განვლილმა წლებმა კი მალე დაადასტურეს, რომ მათი ეს ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა.
თავდაპირველად გავიცანი ლევანის და მაშინ ნინომ დამისვა ერთი შეკითხვა, რომ მე ისეთი კარგი ძმა მყავსო, მე მინდა ისე შენ გაგაცნო და მაშინ ძალიან გამეცინა, იმიტომ რომ ბათუმთან, ზღვასთან, მეზღვაურებთან შეხება არ მქონია. ნამდვილად რთულია მეზღვაურის ცხოვრება, თვილი არ არის. ამის გამოცდილება უკვე შევიძინე. იმის გამო, რომ მას თვეობით უწევს ზღვაში ყოფნა, ოჯახზე ზრუნვა, ძირითადად მაგისტრია მე. კიდევ იმ მხრივ არის რთული მეზღვაურის ცხოვრება, რომ მუდმივ მონატრებაში ვართ. ანუ ჩვენ არ ვართ, როგორ გითხრათ, ჩვეულებრივი ცოლ-ქმარი. ბევრჯერ გამიგია და ბევრი მეზღვაურისგან გამიგია, ლევანის მეგობრებისგან, ისინი უფროსი თაობის კაპიტნებიც არიან, რომ მეზღვაურის ცოლობა ეს ნიშნავს, რომ შენ მეორე პროფესია გაქვს. ანუ ადვილი ეს ნამდვილად არ არის. ძნელია არ დაეთანხმო ნათიას. თუმცა არც თავად მეზღვაურის და მით უმეტეს კაპიტნის პროფესიაა ადვილი. უპირველესად ხომ სწორედ კაპიტანს ეკისრება პასუხისმგებლობა გემის უავარიოდ მართვაზე, ეკიპაჟის უსაფრთხოებაზე და დანიშნულების ნავსადგურამდე ტვირთის დროულად და შვიდობიანად მიტანაზე. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ნავსადგურიდან გამოსულ ტანკერ ქიმსიდ პატაგონიან მისტიკს, რომელსაც ჩვენი ფილმის გმირი მეთაურობს, ამჯერად კურსი წითელი ზღვის მიმართულებით სუეცის არხისაკენ აქვს აღებული და ჯერჯერობით შვიდობიანად მიაპობს ინდოეთის ოკეანის ტალღებს. თუმცა გემზე მშვიდ ყოფას ხშირად საგანგებო ვითარება ცვლის. თუნდაც ძლიერ შტორმში მოხვედრისას, როცა დიდია გემის მართვის დაკარგვის საშიშროება და სხვადასხვა სახის კატასტროფა. ამიტომ კაპიტანს სათანადო ცოდნა და საზღვაო სანავიგაციო პრაქტიკა უნდა გააჩნდეს, რომ სწრაფი და გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოს და ეკიპაჟთან ერთად საგანგებო და ავარიული სიტუაციებისათვის თავის გართმევა შეძლოს. სწორედ ეკიპაჟის სრული მზადყოფნაა საჭირო კარგად შეიარაღებული მეკობრეების შემოტევებისაგან თავის დასაცავად. როდესაც გემის ბორტზე მყოფ წინასწარ დაქირავებულ დამხმარე შეიარაღებულ რაზმთან ერთად უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემზე საგანგებო საბრძოლო მზადყოფნა ცხადდება. ამჯერად ტანკერი პატაგონიან მისტიკი ხიფათის გარეშე შვიდობიანად გაცდა საშიშ რეგიონს, სომალის სანაპირო ზოლსა და ადენის ყურეს. გაიარა წითელი ზღვა და სუეცის არხში შესულს გეზი ახლა უკვე ევროპისაკენ, ბრიტანეთის კუნძულებისაკენ უჭირავს. ზღვაში ეს მშვიდობიანი სვლა და გადასვლა კი უპირველესად კაპიტნისა და მისი ეკიპაჟის თითოეული წევრის დამსახურებაა. ვის მიმართაც კაპიტანი უნდა იყოს სამართლიანი და იმავდროულად მომთხოვნიც. მსგავსი თვისებების მქონე ლიდერს, მეთაურსა და კაპიტანს კი მსოფლიოს ნებისმიერი წარმატებული საზღვაო სანაოსნო გემთმფლობელი კომპანია ინატრებდა და ისურვებდა საკუთარ ფლოტში. Леван Ивнаишвили проявил и показал. ლევანი მნაიშვილმა გამოავლინა და არა მარტო ჩვენ, არამედ კომპანიასაც დაანახა ყველა ის თვისება, რომელიც კაპიტნისათვისაა აუცილებელი. კომპანიამ ასევე დაინახა მასში, რომ ის უკვე დიდი და საუკეთესო გამოცდილების მქონე მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალია, რომელსაც ყველა ის აუცილებელი უნარი გააჩნია, რომელიც კაპიტნობისათვისაა აუცილებელი. უპირველესად ეს იყო შრომის მოყვარეობა, თავდაუზოგავი შრომა, პროფესიისადმი სიყვარული და ერთგულება. ზღვაში ნებისყოფა, მეგობრობა და თანადგომა. მისი ეს უნართვისებები კი წლების მანძილზე ყალიბდებოდა. პედაგოგს ამახსოვრდება ბრწყინვალე სტუდენტი, რომელსაც ყველა შენი სიტყვა აინტერესებს, რომელსაც მისი მომავალი პროფესია აინტერესებს, ან კიდე სხვა კატეგორია არსებობს, რომელიც არის ცელქი, დაუჯერებელი, სწავლა არ უნდა და ასე შემდეგ, მაგრამ უმეტესობა მაინც იყო ისეთები, ვისაც მეზღვაურობა უნდოდა, ვისაც თავის მომავალი პროფესია აინტერესებდა და ერთ-ერთი მათ შორის იყო ჩვენი ლევანი, რომელიც ძალიან მოწესრიგებული სტუდენტი იყო, ყოველთვის ფორმით, ყოველთვის პირგაპარსული, ყოველთვის
დანუკა იყო, დედაც იყო და მამაც იყო. ლევანს დაძდევდა, აი არ ვიცი, მართლა ყველგან. ჩემს შვილებს რაც შეიძლებოდა ყურადღებას ვაქცევდი და მინდოდა რომ ყოველთვის თავიდან ეს ბავშვები ყოფილიყვნენ ყველაფერში კარგები და მოწინავეები. ეს ისეთი პიროვნება იყო, რომელსაც შენიშვნის მიცემა არ ჭირდებოდა. ეს ისეთ კარგ ოჯახში იყო ეს ბავშვი გაზრდილი, მან იცოდა უფროსი, უცროსი, ქალი, კარებში არ გაგისწრებდა წინ და თავის მომავალი პროფესიისადმი ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდა. ისეთი რთული პროფესია აქვს საერთოდ ლევანს, სულ მაგრად უნდა იყვეს. საერთოდ და მაგი ძალიან შეყვარებულია ზღვაზე, ძალიან უყვარს, ამას ვერ გადმოგცემთ ზღვა მაგას და ეს სიყვარული არ განელებოდეს მას. არის შემთხვევები, რომ ჩვენ ხვდებით ერთმანეთს ზეიმებზე მოდის ჩვენთან, ან 25 ივნისს მეზღვაურის დღეს. არაფრით არ ჩაივლის ეს პიროვნება ისე, რომ არ დაგინახოს, არ მოგესალმოს, თბილი სალამი არ გითხრას, არ მოიკითხოს, რიდა მასწავლებელო, როგორ ახართ, რა შვებით. ამავე დროს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი, რა კარგად გამოიყურებით, რიდა მასწავლებელო. მიუხედავად მისი გურულობისა, ლევანი არის დინჯი, გაწონასწორებული, ძალიან სერიოზული. ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ არის შეიძლება დინჯი რაღაც, მაგრამ არის გურული ელემენტებიც მასში საკმაოდ გამოხატული. სულ ჩქარობს, სულ უნდა რომ რაღაც სწრაფად მოხდეს. ლევანი არის არაჩვეულებრივი მამა, არაჩვეულებრივი მეუღლე, თბილი, ამ მისი თბოს მის ქცევებში, მის ქმედებებში გამოხატავს ჩვენს მიმართ. ძალიან გვანებივრებს. მიუხედავად იმისა, რომ ლევანი ხშირად იმყოფება ზღვაში, მის ზრუნვას ჩვენზე შორიდანაც ვხსნობთ. ის ყოველთვის საქმის ყურშია, რა ხდება ჩვენთან ოჯახში, როგორ არის საქმე, ბავშვები როგორ არიან, რა გვიჭირს, რა გვილხინს, რა გვჭირდება. ყველაფერი გააკეთა ამ ბიჭმა იმისათვის, რომ იდეალური ოჯახი ყავს, შვილები ყავს, არაფერს არავის არ აკლებს, როგორც თავის ოჯახს, ისე დედას, ისე დას და რა ვიცი, არაფრიდან გააკეთა ყველაფერი. არის ადამიანები, რომ ყველაფერი რჩება და ბოლოს არაფერი არ აქვს. ლევანს არაფერი არ ქონდა და არაფრიდან შექმნა ყველაფერი. დაუფასდა ეს მისი სწავლა, ეს მისი ყველაფერი, ნეტა ყველას მიგვებაძა ლევანისთვის და დღეს ლევანი არის ერთ-ერთი წარმატებული მის სფეროში, მეზღვაური, კაპიტანი. კაი ზმაკაცობა გვაქვს, კაი მეგობრობა გვაქვს, ჩამოდის პირველ რიგში მეგობრებთან ოჯახში ავა თუ არა იგივე მეგობრებს განხილავს და რავი დღესაც ერთად მოვდივართ. ესეთი სამეგობრო რომელიც ახლა ჩვენ ვზივართ აქ, სხვანაირი სამეგობრობა, სხვანაირი მეგობრობა გვაქვს, სხვანაირი მოპერება უნდა, სხვანაირი გაგება უნდა, სხვანაირი სიყვარული უნდა. მოდი შეგვანარჩუნებიოს ეს რაც დღემდე მოვიტანეთ და თქვენი თავადობით გაუმარჯოს. დღეს მოქმედ თანამედროვე კაპიტანთა შორის ლევან მინაიშვილი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ქართველი შორეული ნაოსნობის კაპიტნის, რომელსაც გააჩნია საკმაოდ კარგი საზღვაო განათლება, გამოცდილება და დღესაც აქტიურად ემსახურება საერთაშორისო საზღვაო ფლოტს. ლევანი ამ კუთხით გამოირჩევა როგორც ერთ-ერთი საკმაოდ კარგი თვისებების მქონე ქართველი კაპიტანი და ჩვენ გვიამაყება, რომ დღეს საქართველოს ლევან მინაიშვილის მსგავსი კაპიტნები ყავს და ეს ხალხი ზუსტად წარმოადგენს ჩვენი საზღვაო დარგის განვითარების პოტენციალს, ჩვენს მომავალს, ჩვენს აწმოსაც თუგნებავთ და ლევანი მე ვფიქრობ, რომ დამსახურებულად ატარებს საქართველოს მეზღვაურის, ქართველი კაპიტნის, შორეული ნაოსნობის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატს, რომელიც გაცემულია საქართველოს მიერ და ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ყავდეს მსგავსი კაპიტნები ძალიან ბევრი. ამჯერად ჩვენს აქ გვინდა დავასრულოთ თხრობა კაპიტან ლევან მინაიშვილის შესახებ. გვინდა დავასრულოთ იმ იმედით, რომ სამომავლოდ ჩვენი ფილმის გმირი კიდევ უფრო მეტი წარმატებით, უსაფრთხოდ და რაც მთავარია, სრული სვლით გააგრძელებს საქმიანობას
მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებში. Guli, dammi un